Marza la Masia. Hamazil la Masia PM. La Mazi Parabi. Siqlabi shokmani. Am siqaru zelaksabi. Shenmogizvani. უკვე იცით თქვენი ლიდერები ვინ არიან, თქვენ უკვე გაყოფილები ხართ. ლიდერი იქნება პასუხისმგებელი თავის გუნდზე და იზრუნებს მათ უსაფრთხოებაზე. ორივე გუნდი 7 დღის განმავლობაში აგროვებს ქულებს. ქულების მიღება შეგიძლიათ აქტივობებში ჩართვით, კარგი მოქცევით. ქულების მიცემა შეუძლიათ მხოლოდ ტრენერებს. ასევე წესების დარღვევის შემთხვევაში ისჯება წესების დამრღვევი და ქულა აკლდება მთლიან ჯგუფს. ანუ გაითვალისწინებს, რომ თქვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება აისახება თქვენი გუნდის შეფასებაზეც. ბანაკის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული ოჯახი და დასაჩუქრება. ჩვენ ვართ ყოველთვის მხიარულები, ერთმანეთისადმი კარგად განწყობილები, როგორც თქვი. 400 მეორე ოთახი, ზუსტად ამიტომ არის ჩვენი დევიზი და ჩვენ ერთად გავერთიანდით, ვიმუშავეთ ამ ნამუშევარზე და იმედია მოგეწონათ. დევიზია მართლაც მუსლიმური აქცია. და ვარ ჯგუფი აშმალახას წევრი. როგორც ჩვენ ძალიან მხიარული ბავშვები ჩვენს გუნდში. ამიტომ დავარქვით მე ასე ვფიქრობ. ვეფხვი არის ჩვენი ლოგო, ძლიერი და ეშვიანი და ჩვენს მისი მივდევარი ვიმარჯვებთ და არ ვმარცხნევთ. ვის არ გაქვს კალამი? ვისაც არ აქვს კალამი? ეს ჩვენ გვაქვს ლიდერობის სესია. თქვენთვის ლიდერი ვინ არის? აი ლიდერობა რა არის თქვენთვის? ხელსაწევით სასწაულთ ყველამ თქვით რა თქვენი აზრი. თიკო. პირველ რიგში ითვალისწინებს სხვის აზრს და ეხმარება გუნდს გამარჯვებისთვის. შენთვის რა არის ნინო? ლიდერობა. ადამიანი, რომელიც არის სტიმული, ეს არის ლიდერი. ადამიანი რომელიც დამოკიდებულია თავის გუნდზე და გუნდი რომელიც დამოკიდებულია ამ ერთ ადამიანზე. კარგია. ბანაკის სიმღერად რას დაასახელებდი? მე ბანაკი გამახსენდება პინგვინის ცეკვაზე. ყველაზე ძალიან მომეწონა და ყველაზე სახალისო იყო და ძალიან მომხიარდა მე პირადად. რომელი დღე მომეწონა ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად მომეწონა ლაშქრობის დღე. ჭაუხებში რომ ვილაშქრეთ. კიდევ ვიტყვით, მაგრამ მაინც კარგი იყო, გავერთეთ ყველანი. და ეს თავი შვიდობით დავბრუნდით ბანაკში.
ბატონებო და ბატონებო, ჩვენ წარმოგიდგენთ ბუქმობილის 2015 წლის ბანაკის ტალანტ შოუ. Barbie girl in a Barbie world, loving plastic, it's fantastic. You can brush my hair, I'm just everywhere. Imagination, love is your relation. Come on, Barbie, let's go party. Ah, 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 yeah. Come on, Barbie, let's go party. Let's go party. Ah, 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 yeah. Come on, Barbie, let's go party. რომელი სესია მოგეწონა ყველაზე მეტად? სესია რომელი და ტოლერანტობა. ძალიან გასართობიც იყო. და რა ვიცი. იმდროინდ მასწავლა. თქვენ მიიღებთ თითოეული პატარა ფურცელს, რომელზეც იქნება დაწერილი როლი. თქვენ დაიწყებთ ვინ ხართ, ხარ ანა, ხარ ვერიკო, აჩი და მოგიწევთ ამ როლში იგრძნოთ თავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სულ რამდენიმე წუთი. გიხვეხათ ის როლები, რომლებიც გაქვთ მონიჭებული. და ამ როლიდან გამომდინარე ფიქრობთ ამაზე, შეგიძლიათ თუ არ შეგიძლიათ.
ეთანხმებით ამ წინადადებას, მაგ შემთხვევაში ვდგამ ერთ ნაბიჯს. თუ არ ვეთანხმებთ, თუ არ შეგიძლიათ ან ვერ გამოვა ეს, მაგ შემთხვევაში ვრჩებით ადგილი, გასაგებია? მე შემიძლია ვიყო ბედნიერი. შემიძლია თავისუფლად ვიარო ქუჩაში. ვისწავლო სკოლაში. მიმოგზაურო. თავისუფლად მიყვარდეს ვინმე. კი ბატონო. შემიძლია ვიმუშაო. რატომ მოხდა რომ ერთი ხაზიდან დაიწყეთ ყველამ და გაიშალა? ბედნიერი ვერ იქნება ჩემი პერსონაჟი, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე რომ დედა ყავს ავად, რაღაც პრობლემები აქვს. თქვა ვინ არის პერსონაჟი? კი, შეგიძლიათ თქვა. სკოლაში პოპულარული ბიჭი. ძალადობის მსხვერპლი, ძალადობის მსხვერპლი ბიჭი. ნუ წარმოვიდგინე რომ ამ ბიჭს არ აქვს შესაძლებლობა ახლა თუ ძალადობის ქვეშ არის ეს ბიჭი. ანუ შენი აზრით რა არ შეუძლია ამ ჩამოთვლიდან, რა ზიარ გადადგინა ბიჭი? მეგობრებთან მე ვფიქრებდი რომ მეგობრებთან ურთიერთობა არ მექნებოდა ამის გამო უმეტესად. ვარ მუსლიმი გოგონა. რომელსაც ისაც თავისუფლად ძალიან შეზღუდულია, შეიძლება თავის ოჯახმა არც სწავლოს მას, არც განათლება მისცეს, არც ოჯახი შეუქმნას და შექმნის მიზნით. კიდევ მოგზაურობას არ შეუძლია და ის სხვა ეროვნების წარმომადგენელია და ზოგადად შეზღუდულია. რატო არ გადმოდგა გიორგი ნაბიჯი? ბუნებრივია ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორ აღიქვით ეს ერთი როლი, ორივე. ხო? ანუ არაფრის შეგა ჩემი აზრით ზალერალის ხათა ანუ შენ გაქვს ყველაფრის უფლება, თუნდაც იყო ბედნიერი, ყავდეს ოჯახი, ისწავლო სადაც გინდა და ასე შემდეგ და ანუ არ მესმის გიორგიმ რატო არ გადმოდგა, როცა მე სულ ვდგავდი ნაბიჯებს და ანუ რა მნიშვნელობა აქვს თავისი აზრით ანუ ქრისტიანი რომელ თამაში იყო დასამახსოვრებელი შეთვის? ჩემთვის იყო სიტყვების ახსნა, იმიტომ რომ ვერ ახსენი მეგან ფოქსი და თქვი მაგდი ფიქსი, თუნდაც აჩის ახსენი სიტყვა სმეტანა. რა ვიცი, ძალიან სასაცილო იყო და ძალიან სახალისო. ხალხო! ქართველი მეფე ხალი. ვიდეო მაგალითად მაყი. ვაი მე აი ქართველი დირიჟორიაო? დირიჟორი ნიკოლას ნევანიშვილი. აი სხვაც არის ბიჭო. დირექტორი როა რაღაც რუსთავიოს ნიკა. ვარაფია. ჯანსუღი. ტიტანიკი. ჯოლი ლეონარდო დიკაპრიო. არა, მაშინ ჯოლის ხვარი. აი ბრედ პიტი. გაიხსენე ბანაკისში გავრცელებული ყველაზე მაგარი ხუმრობა. ალბათ სმეტანა. ერთ-ერთ სესიაზე, რომელიც კარავში ტარდებოდა, ერთ-ერთმა ჩვენმა მონაწილეებში ალერგიულმა თქვა სმეტანა. რომელსაც ყველა ძალიან ბევრი ვიცი. სმეტანა. Сметана. 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 Მიერ გამოვდის. ბავშვო, რატო ელოდი? ყველა ვიწნებ. Очах! Браво! ერთი ორი სამი ორ სულად ავალ. აი, გაიხსენე ესეთი ხუმრობა ბანაკის რამე. ბანაკის ხუმრობა? ბანაკის ხუმრობა ალბათ ჩემზე არის ხოლმე ძირითადად, მაგრამ ასე ვაკეთე. ანუ აქ ასე კიკინა. რაღაც ძალიან საყვარლად პატარა თვაქიოს და ძალიან უხდება. ძალიან საყვარელი ბავშვია და ძალიან მხიარო. აი ასე. აი ეს. ასეთი.
ეს. ხო, ნუ სასაცილო იყო მოგვართ. ვინმე აირჩიე და გააჭავრე. კაი. ავირჩევ ბატუკელას და ნანუკას, როდესაც ვართ ჭაუხებთ რა. ავირჩევდები. ალამასი. ჭაუხაზე რა რეაქცია ქონდა? აი ეს რეაქცია მაქვს ყოველ ჯერზე. აი ახლა აი ესეთი ესე ვარ. აი ესე ხო. Ari მასწინოს და ანი ანს. ანი შენი მოიცა? ნიჯერი და ანი შენ ნიჯერი და ლამაზი ხარ. მიყარ ხარ მართლა. არა. გაწდე. ბაჟო ნახეთ ვარ.